მონოა იმდენად მოსაფრთხილებელია. ნუ პრინციპში ყველაფერი კაი მოსაფრთხილებელია რა. ანუ ისე ვერ მოიქცევთ როგორც პლასტას, ანუ ხელში არის ძალიან ლამაზი, ანუ ვიზუალურადაც, ერგონომიკურადაც შეხედეთ, აი ნახეთ რანაირი რაღაცაა, როგორი ფორმები აქვს აი ამას. თვითონ ხელსო გადაусმებთ. რავი, ეხლა ვისაც არ არის ყო შეიძლება მე ვერ გამიგოთ რაღაცა. თოფოფილი დამარხოთ, მაგრამ თოფოფილი არა ვარ რა. აი შეხედეთ, აქ არის დაჭილი, ხელი ჯდება კარგად, მით უმეტეს მე დიდი ხელი არ მაქვს და ძალიან კარგად ჯდება ხელი პირდაპირ ამაში რა, პირდაპირ გეუბნებ ეს. სასხლეტი რატომღაც ოქროსფერი აქვს, არ ვიცი რატომ. შეიძლება მოოქროვილიც იყოს. მაგათგან შეიძლება ყველაფერია მოსალოდელი. თვითონ თოფი ლულა დაფარული არის ძალიან კაი რაღაცით. წინა ეს პლასმასისა აქვს, რაც არ მომწონს და შუქშეკრები აქვს ზემოთ. ანუ ეს თუ რამეს წაარტყით, ნუ მანქანაში არის რა, მე ყოფილა შემთხვევაში სანადიროდ მიდიხარ ჯანჯღაში რამე ეს თუ მოხდა ეს მოტყდება და всё, კარგად იყავით. ყველა ვარიანტში იმ დღის ნადირობა გადაგედებათ. ამიტომ უნდა ატაროთ აი ესეთი რაღაცა რბილი შალითა უნდა გქონდეთ და უშუალოდ იარაღის გამოყენების დროს უნდა ამოიღოთ ეს. ხარზე გადავიღე და ჭიუხებში ვიარე, ეგეთი რამე არა, მაშინ ყველა ვარიანტში აი ეს უნდა დაიცვათ რა, რომ პლასმასისა. ეს არ არის დაცული არანაირად. თან ერთი პატარა წარტყმა უნდა და ეს მოტყდება. ნუ ყველა ვარიანტში ამის რკინის დაყენებაც შეიძლება ალბათ, რაც მე არ ვიცი. არა, პლასმასი არ არის რკინა. დურალია. მაგრამ აი ეს არის თვითონ პლასმასი, ეს წითელი და ეგ რაღაც არ ვთქვს. აქ შეხედეთ როგორი შუქშეწები აქვს. მაქსიმალურად არის აი ეს გრძელი რომ შუქი ჩავიდეს და მე ქვემოთ შეხედეთ აი ეს ორი ცალი მწვანე წერტილი როგორ მაგრად ანათებს. ამ შემთხვევაში ჩვენ მექანიკურად სროლას არ ვაპირებთ. ოპტიკით სროლას. ოტრექსი ქვია თვითონ ოპტიკას.